მოგესალმებით, მეგობრებო. მოკლედ, როგორც გვაქვს ხოლმე დაანონსებული, ვაგრძელებთ საუბარს სულიერი კანონის შესახებ წმინდა მარკოს მონაზონიდან და დღევანდელი საუბრის თემა გვექნება ესე რომ ვთქვათ ძალიან აქტუალური, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან რთული ქრისტიანის ცხოვრებაში. ეს არის როგორ დავიმორჩილოთ ჩვენი ენა. და რა არის ეს, ანუ აი სულიერ ცხოვრებაში რა ადგილი უკავია ამ ისე იგი სულიერ კანონს და რატომ არის მნიშვნელოვანი. გადახედეთ უბრალოდ დღევანდელ სამყაროს და გარკვეულწილად მიხვდებით ყველანი, რომ დღეს ყველაზე დიდი პრობლემა ამაში დგას. ჩვენ ყველანი ესე ვართ, რა ქვია, ანუ ამ ესე რომ ვთქვათ, ენას ვერ ვაუგებთ, ანუ ენას ვერ ვაჩერებთ, ესე რომ ვთქვათ და ენის კონტროლი მოკლედ გვიწევს. ჩვენ აი ცხოვრობთ სამყაროში, სადაც სახარება არის უგულებელყოფილი და ამ სახარების უგულებელყოფასთან ერთად არის ადამიანებს არ ესმით სიტყვის ძალა. აი მაგალითად წმინდა წერილში ანუ ნახეთ, სახარება ერთს ამბობს, სამყარო მეორეს გვეუბნება და ყველაზე მეტად დაპირისპირებულია ამ სამყაროში, ამ საკითხში წუთისოფლის სულისკვეთება და სახარებისეული, ანუ ქრისტეს სწავლება, საღვთო სწავლება, გამომხსნელობითი სწავლება, მაცხოვნებელი სწავლება პირდაპირ არის მოკლედ შეწინააღმდეგო. და ნახეთ როგორ არის. ყველა მაცხოვარი ძახისო, ყველა ნათქვამ სიტყვაზე, რომელსაც ადამიანი იტყვის დედამიწაზე, ამისთვის სიტყვას აგებს, ანუ სიტყვის გება მოუწევს და პასუხს აგებს, ესე რომ ვთქვათ, ყველა მის ნათქვამ სიტყვაზე და მეორე, ეს წუთისოფელი კიდე გვეუბნება, რომ ილაპარაკე და რაც შეიძლება მეტი ილაპარაკე და ილაპარაკე ყველაფერზე. აი ეს წუთისოფლის ორი, ანუ წუთისოფლის სულისკვეთება და სახარებისეული სულისკვეთება. აი ეს ორი რამ იბრძვის ადამიანის შინაგანში. ხო, წინა საუბარში ვისაუბრეთ, ხო, არის თქო, ამარტია, ანუ მიზნი და ნაცელა, ხო? ცოდვა რას ნიშნავს? ამარტია ნიშნავს, ცოდვაზე სწავლება ამარტიოლოგია და ანუ ადამიანი, რომელიც მათ გადაუხვია გზას, ანუ აცდა მიზანს. აი ეს ორი სულისკვეთება, რომელიც თქვი, ერთი არის აცელა მოკლედ მიზნისაგან და მეორე არის სასუფევლისკენ მიმავალი გზა. რა გზა? აი დილით რო გავიღვიძე, ქრისტიანმა ადამიანმა დილით რო გავიღვიძე, აბა გაიხსე ესე უცებ, აი დადეკით ღვთის წინაშე და თქვით, რომ ყოველ სიტყვას, რომელსაც მე დღეს ვიტყვი, ამისთვის მე პასუხს ვაგებ ღვთის წინაშე. ამ წუთისოფელშიც, იმიტომ რომ ნათქვამი სიტყვა ხშირად ადამიანებს უკან გვიბრუნდება და რა თქმა უნდა მარადილ სიცოცხლეშიც. და რატომ ვაგებთ ამაზე სიტყვას, ანუ რატომ მოგთხოვს უფალი ამაზე პასუხს? იმიტომ რომ სიტყვას გააჩნია ძალა. ასეთი ნათქვამი არის, რომ სანამ სიტყვას იტყვიო, იქამდე ის შენი მონაა და შენი ტყვეაა. მაგრამ როდესაც სიტყვა გამოვა უკვე ადამიანის პირიდანო, ის უკვე ანუ ამ სიტყვის ტყვე ხდება ადამიანი. იმიტომ რომ ნათქვამი სიტყვა იმონებს ადამიანს, იმიტომ რომ მას აქვს ძალა, ის მოქმედებს, ის ზემოქმედებს და ქრისტიან ადამიანს ეს უნდა კარგად უნდა ესმოდეს, რომ ყოველი ნათქვამი სიტყვა უკვალოდ არ ჩაივლის. სადღაც ეს არის გასროლილი ტყვიასავით. შენ რომ გაისროლე სიტყვა, ის ვიღაცას მოხვდება აუცილებლად და ერთი რამე გაიხსენეთ, უბრალოდ რამდენჯერ ყოფილა ვიღაცას უმნიშვნელო, თითქოს მისთვის უმნიშვნელოდ რაღაცა სიტყვა უთქვამს, მაგრამ თქვენ ამ დროს ეს სიტყვა პირდაპირ გულში მოხვედრია და განადგურებულ ხართ ამის გამო. ანუ ვიღაცა შეიძლება უხუმრია, ვიღაცა შეიძლება ისე იგი რაღაცა ისე უბრალოდ უთქვამს თითქოს რაღაცა, მაგრამ შენს გულში შემოსულა ეს სიტყვა ისე, რომ დაუნგრევია ყველაფერი შენ შინაგანში. ამიტომაც ქრისტიანი ადამიანი ძალიან პასუხისგებლობით უნდა ეკიდებოდეს, რა თქმა უნდა, ყოველ ნათქვამ სიტყვას. რაც დღეს ამ წუთის სოფელში არ არის, მით უმეტეს ამ სოციალურმა ქსელებმა,
მოკლედ ძალიან გახსნა, ესე რომ ვთქვათ, ანუ აი ადამიანებს პირი გაუხსნა, ადამიანებს თუ რამ მოკლედ სათქმელი ქონდა და თუ რამ ისე იგი შინაგანად ისე იგი დაფარულად იყო ადრე, ეს ყველაფერი მოკლედ გამოვიდა გარეთ. ამიტომ ყველა ქრისტიანს მინდა გითხრათ, ყველაფერს რასაც იტყვით თქვენ ოჯახში, ყველაფერს რასაც იტყვით თქვენ გარეთ, აი სადაც არ გინდა იყვეთ, გახსოვდეთ რომ ქრისტიანი ადამიანი, ანუ ზოგადად ადამიანის მიერ ნათქვამ სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა, იმიტომ რომ სიტყვა თვითონ ნიშნავს ლოგოს, სიტყვა ნიშნავს ძალას, სიტყვა ქვია თვითონ, ანუ წმინდა სამების, ყველა წმინდა სამების მეორე ჰიპოსტას, ანუ განკაცებულ ღმერთს სიტყვა ქვია, ხო? სიტყვა. იოანე ღვთისმეტყველი ასე იწყებს სახარებას, ხო? წმინდა წერილის უწყებას, რომ პირველიდან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღვთისათანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი, ანუ სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა, ლოგოსს აქვს ძალიან, იმიტომ რომ ლოგოსი ეს არის მთელი შინაარსი, მოკლედ, მხოლოდ და მხოლოდ სიტყვას რო იტყვი, ის კი არა, მის უკან რა შინაარსი დგას, ესეც კი მოკლედ მოქმედებს თავისთავად. ანუ შენ რომ თქვი სათქმელი სიტყვა, შენ გამოუშვი, სასხლეთს დააჭირე ხელი და ეს სიტყვა გამოუშვი და ეს სიტყვა მერე სად ვის და რას დააზიანებს, ან პირიქით სად ვის რა სიკეთეს მოუტანს, ეს უკვე თითქმის ადამიანზე აღარ არის დამოკიდებული. ამიტომ აი დღევანდელი პერიოდი გვაქვს ძალიან, ისე იგი რთული პერიოდი გვაქვს ეს და ამიტომაც უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება. აი ნახეთ ახლა მე რომ ჩვენი საუბარი სანამ გადავალთ იმ კიდე ისე იგი მუხლებზე, რომელიც მარკოს მონაზონი გვაწვდის, მინდა იაკობ მოციქულის ეპისტოლედან, კათოლიკე ეპისტოლედთან, ანუ საყოველთაო ეპისტოლედან წაგიკითხოთ მესამე თავი. თქვენ გაეცანით ყველანი ამ ისე იგი ამ თავს არ არის დიდი თავი, სულ 18 მუხლია და მათგან 12 მუხლი დათმობილი არის ზუსტად ისე იგი ენის შესახებ, ანუ ენაზეა საუბარი, ენა დაუოკებელი ბოროტება, ასე არის დასათაურებული ეს თავი და ნახეთ როგორ წერს, ხო? ანუ აი რავი, თქვენ თვითონაც წაიკითხეთ ახლა ბევრ ესე იგი ამაში დროს არ დავკარგავ ესე რომ ვთქვათ, მაგრამ შეიძლება წავიკითხოთ კიდეც. მოკლედ, რომ შეიძლება ვინმე დაიზაროთ მერე და მოდი წავიკითხოთ. ჩემო ძმებო, ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები. დღეს ხო ყველა მასწავლებელია, მასწავლებელს არ გულისხმობ, ანუ ყველას ცდილობს უასწავლოს. იცოდეთ, რომ უფრო დიდ მსჯავრს მივიღებთ. რადგან ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ვინც სიტყვით არ ცოდდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც. აჰა, ცხენებს ლაგამს ამოვდებთ, რათა დაგვემორჩილონ და მართავთ მათ მთელ სხეულს. აჰა, ხომალდები, როგორი დიდებიც არ უნდა იყვნენ და როგორმა ძლიერმა ქარებმაც არ უნდა ატორტმანონ, პატარა საჭე იქით მიაბრუნებს მათ, საითაც მესაჭე მოინდომებს. ასევეა ენაც. პატარა ასუა და ბევრს იქადის. აჰარა მცირე ცეცხლი ბუგავს დიდ ტყეს. ენაც ცეცხლია. უმართლობის მთელი სამყაროა იგი. ენა ჩვენს ასოებს შორისაა მოთავსებული. იგია მთელი სხეულის წამბილწავი. ნახეთ, იგია მთელი სხეულის წამბილწავი და ჩვენი დაბადების ბორბლის აღმაგზნებელი. თვით აღზნებულია ჯოჯოხეთისაგან. რადგან ყოველგვარი ბუნება მხეცთა და მფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა თვინიერდება და მოთვინიერებულია ადამიანის ბუნების მიერ. ენის მოთვინიერება კი კაცის არ შეუძლია. დაუკავებელია ეს ბოროტება და მომაკვდინებელი გესლითა სავსე. მით ნახეთ, ახლა მიაქციეთ ყურადღება, ნახეთ, მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მით ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს. ერთი პირიდან გამოდის ლოცვა, კურთხევა და წყევლა, ასე არ უნდა იყოს, ჩემო ძმებო. განა მოედინება ერთი წყაროს თვალიდან ტკბილი და მწარე, ჩემო ძმებო, განა შეუძლია ლეღვის ხეს ზეთის ხილი მოისხას, ან და ვაზს ლეღვი, ასევე ერთი წყაროდან არ შეიძლება მოედინებოდეს მლაშე და ტკბილი წყალი. აი დაუკვირდით ერთ რამეს ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს იმდენად არის გავრცელებული
ბილდსიტყვაობა, ჭორაობა, ისე იგი წყევლა მშობლების მიერ, ისე იგი შვილებისა და ასე შემდეგ, ანუ ადამიანები ერთმანეთს ისე იგი წყევლიან, აგინებენ, ლანძღავენ და აი იაკობ მოციქული რას წერს მოკლედ, რომ ერთი წყაროდან არ შეიძლება ორივე მოედინებოდეს და აქ მოვიყვან ერთ მაგალითს კიდე. გახსოვთ ჩვენი ყველაზე დიდი ნაწარმოები რაც გვაქვს ზოგადად ქართველებს ვეფხისტყაოსანში რა წერია კოკასაშინა რაცა დგას, იგივე წარმოდინდების. ანუ ნახეთ როგორი რაღაცა არის, რა მინდა თქვა, რომ ადამიანის შინაგანში რაც დგას, ის გადმოდის აუცილებლად. ანუ ერთი წყაროდან მოდის ეს ყველაფერი. და მე მიკვირს ხოლმე უბრალოდ, აი ნახეთ როგორ რაღაცა ხოლმე, რაზეც საუბრობ ხოლმე ყოველთვის, რომ მე მიკვირს ადამიანი დღის პირველ ნახევარში ან რაღაცა გარკვეულ პერიოდში, ისე იგი ტელევიზიით გინდა თუ იქიდან გინდა, განიკითხავს ადამიანებს, ისე იგი ლანძღავს ადამიანებს იმას და მერე მოტრიალდება და რაღაცა ისე იგი სულიერ საკითხებზე საუბრობს, მოკლედ საუბრობს რაღაცა ღრმა სულიერ ისე იგი ცხოვრებაზე და რაღაცა ისე იგი ისეთ საღვთისმეტყველო საკითხებზე ან ასე შემდეგ, ანუ საუბრობს ადამიანი და გაურკვეველია ხოლმე ისმის კითხვა, რომელი წყარო არის ეს ადამიანი. ანუ ეს ადამიანი, რომელიც საუბრობს, რომლებიც მე ჩემ თავზეც მაქვს საუბარი, რომელი ვარ მე, რომელი წყარო გადმოედინება ჩემგან, რომელია ჩემში არსებული წყარო. აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შინაგანად ვიცოდეთ, ანუ რას ეხება სულიერი ცხოვრება. ეხლა ნახეთ რა მინდა გითხრათ, ხო? როგორ უნდა ავლაგმოთ ჩვენი ენა, ხო? ეხლა ჩვენ დავაყენეთ რაღაცა ეს საკითხი, რომელიც თქვათ პრობლემა დავაყენეთ და დავსახეთ და ეხლა მოდი გადავიდეთ გადაჭრაზე ამ პრობლემისა, ხო? ხო არ შეიძლება ადამიანს უთხრა, რომ აი შენ ესე ნუაკეთებ, დასვავთ კითხვას, ხო? აბა რა გავაკეთოთ, მამაო, ხო? როგორ უნდა მოვიქცეთ, ანუ რას გვეუბნება ისე იგი სწავლება, სახარებისეული სწავლება. აგერ წმინდა წერილი გვეუბნება ასეთ მკაცრ განაჩენსადებს, ხო? რაღაცა არ შეიძლება ერთი იგივე ვაკურთხებდეთ ღმერთსა და მამას და მითი ვწყევლიდეთ ღვთის ხატად შექმნილ ადამიანს. ანუ ყველა სიტყვაზე პასუხი უნდა ვაგოთ თურმე ღვთის წინაშე უფალი გვეუბნება, ხო? ისე იგი ენაო ჯოჯოხეთიაო, ხო? ანთებული ჯოჯოხეთიაო ჩვენშიო და ანუ გამოდის რომ ისე იგი ამენას რაღაც უნდა მოუხერხოთ ჩვენ. აუცილებლად რაღაც უნდა მოუხერხოთ, იმიტომ რომ ჯოჯოხეთისკენ მიგვაქანებს ეს, ამარტიისკენ მიგვაქანებს, ანუ აცდენისკენ მიგვაქანებს და სასუფეველს გვაცილებს. ეხლა მე ბევრჯერ მისაუბრია აქ და კიდევ აღვნიშნავ ამას, რომ ახლა აქ შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ ანუ საინტერესო არ იყოს ეს ადამიანისთვის, რატო იცი, ვისაც არ უნდა რომ ცხონდეს, აი ვისაც არ უნდა სული სიმშვიდე ქონდეს, ვისაც არ უნდა რომ რაღაცა ისე იგი ქრისტიანობაში და მართლმადიდებლური ცხოვრებით, ანუ სულიერი ცხოვრებით გაიხაროს. აი მე რა მინდა გითხრათ, იცი, ბოლოს როდის ვნახე ადამიანი, რომელიც მართლმადიდებელია და ამ ეს უხარია, მე არ ვიცი, აი ძალიან დიდი ხანია არ მინახავს. ანუ რას გულისხმობს სიხარულში? გარეგნულად კი ადამიანებს ეუბნება, რომ აი მე მართლმადიდებელი ვარ, ესე და მიხარია, მაგრამ მე გულისხმობ რას, იცი, აი საუბარში, აღსარებით საუბარში, ამ პირად საუბარში, რომ აი ადამიანს უხაროდეს, რომ მართლმადიდებელია, ანუ იმ წუხარებასთან ერთად, ტკივილთან ერთად, განსაცდელებთან ერთად, ამასთან ერთად ადამიანს უხაროდეს, რომ ის არის მოკლედ გარკვეულწილად ქრისტიანი ადამიანი და ამ ბრძოლით იყოს თუნდაც ბედნიერი. ამიტომ ჩვენ ვინც გარკვეულწილად ეხლა ვის როგორც რაზეც საუბრობთ, ეს არის ადამიანი, ვისაც უნდა მოკლედ გარკვეულწილად ცხონება, მას გააზრებული აქვს, რომ ეს სასუფევლისკენ უნდა მიდიოდე და მისი ყველაზე მთავარი ფრაზა, ესე რომ თქვა, სახარებისეული არის მუდმივად ახსოვს მას, რომ პირველად ეძებდეთ სასუფეველს ღვთისასა და სიმართლეს ამისა და ესე ყოველი შეგეძინოთ თქვენ. ეხლა მოკლედ გადავიდეთ ეხლა ხომ, ისე იგი გადავიდეთ, როგორ ვიმოქმედოთ, რა არის, ანუ რატომ არის რომ ჩვენი ენა ვერ ჩერდება? რატომ არის ის რომ თქვათ ადამიანი ვერ აჩერებს თქვათ ეს ენას და სულ მოკლედ რაღაცა საუბრობს, სულ მუდმივესა და რისი ბრალია ეს? ანუ რას უნდა ებრძოლოს ადამიანი და როგორ უნდა მოაგვაროს გარკვეულწილად ეს საკითხი, ხო?
ადამიანს ჩვენ ყველას გაგვაჩნია ხუთი გრძნობის ორგანო. იცით თქვენ, ხო? ანუ ეს არის ჩვენი თვალი, ეს არის ჩვენი სმენა, ეს არის ჩვენი ყნოსვა, ეს არის ჩვენი გემოსხილვა და ეს არის შეხება. ამ ხუთი გრძნობის ორგანოთი ადამიანი შეიმეცნებს ზოგადად ხილულ სამყაროს. ამ ხილულ სამყაროში იცით, რომ ხილული სამყარო დაცემულია. ხილული სამყარო ადამიანთან ერთად დაეცა და როგორც ადამიანში, ასევე სამყაროში არსებობს სიკეთე და ბოროტება. არსებობს სინათლე და სიბნელე. არსებობს სიმართლე და ტყუილი სიცრუე. ამიტომ ნახეთ როგორ არის, ხო? ჩვენ წეღა როგორც თქვით, რომ ანუ რითიც არის ადამიანის სავსე, ანუ როგორც იაკობ მოციქულიძახის რა წყაროც არის ჩვენში, ანუ რაც არის ჩვენში შინაგანად, ამ წყაროდან მოედინება, ანუ ენის საშუალებით გადმოედინება ის, რაც ადამიანში არის. ნახეთ როგორი რაღაცა არის. ამ ხუთი გრძნობის ორგანოთი ჩვენ ანუ ვაგროვებთ გარკვეულ ინფორმაციას სამყაროზე და ზოგადად შექმნილებაზე რაც არის. ამიტომ ჩვენ რას ვუყურებთ, რას ვუსმენთ, რას ყნოსავთ ზოგადად, ხო? ანუ რას გემოს რას უხილავთ და რას ვიხებით, ამ ყველაფრით ივსება ჩვენი მოკლედ შინაგანი. ანუ ინფორმაცია, ესე რომ ვთქვათ, შემეცნებითი, ესე იგი ეს ენერგია შემოდის ადამიანის თავის ტვინში, ესე რომ ვთქვათ, ინტელექტუალურ ნაწილში. ინტელექტუალური ნაწილიდან დაილექება ეს ყველაფერი ჩამოდის მოკლედ გონით ნაწილში, მოდი ესე ვთქვათ, და ეს ყველაფერი გროვდება მერე ადამიანის ცენტრში, ანუ ეს ნიშნავს, რომ ადამიანის სულში, ადამიანის გულში, ანუ გული იგივე სული აღვთ, ანუ ეს გროვდება ადამიანის შინაგანში და ანუ აქედან გამომდინარე, რითიც არის მერე ადამიანის შინაგანი სავსე, ის გადმოედინება ისე იგი უკვე მისი პირიდან. ანუ ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყვი. ამასაც წმინდა წერილი ბრძანებს. ანუ რითიც არის ადამიანი შინაგანად სავსე, ის გადმოდის ადამიანის პირიდან. ამიტომ ნახეთ როგორი რაღაცა არის, რა არის პირველი ნაწილი, რა უნდა გააკეთოს ქრისტიანმა ადამიანმა. უნდა გააკეთოს ის, რომ მან აუცილებლად უნდა დაიცვას საკუთარი გრძნობის ორგანოები, რისგან, ხო? ანუ წეღანაც რას უყურებს, რას უსმენს, რას ყნოსავს, რას გემოს, რას უხილავს და თავისთავად რას ეხება. თუ ადამიანმა ეს ხუთი გრძნობის ორგანოს არ მიაქცია ყურადღება, ხო, თავისთავად ენას ვერაფერს ვერ მოუხერხებს. ენა არის, ესე რომ ვთქვათ, აი როგორ გითხრათ, იცი, საშუალება იმ შინაგანის, აი კიდევ ვიტყვი როგორ არის, იცი, ხშირად ერთი ესეთი თქმულებაც არის, რომ დაანები ადამიანმა თქვასო შენზეო თუნდაც რაიმე სიბინძურე, იმიტომ რომ შეიძლება ეს ერთადერთი ნუგეშიაო მისთვისო. ანუ რას ნიშნავს, ნახეთ, იმდენად ადამიანის შინაგანი სამყარო, იმდენად დაძაბულია, იმდენად შფოთი აქვს, იმდენად საშინელი მდგომარეობა აქვს, რომ ეს რო გარეთ არ გამოიტანოს ადამიანმა, ეს რო არ გადმოანთხიოს და გარეთ არ გამოიტანოს, ის შეიძლება ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდეს. ის შეიძლება ადამიანი შეიძლება ან ჭკუიდან შეიშალოს, ანუ ძალიან ცუდად შეიძლება ადამიანმა თავი მოიკლას ამის გამო. ანუ შიგნიდან, ანუ დაგროვილი ეს ტკივილი, დაგროვილი ეს ანუ სხვადასხვა ცოდვა, სხვადასხვა ვნება, სხვადასხვა ჩვევა, რომელიც მასშია დაგროვილი, ის მოსვენება შეიძლება არ აძლევდეს ადამიანს და ამიტომ ხშირად არის ხოლმე, რომ აი ქრისტიან ადამიანები ესე იგი ვიღაცა რომ მოდის ტაძარში, აი და რაღაცას გვეუნება, შეურაცხყოფას გვაყენებს, აი არის ხოლმე რომ ვითმენთ, რატომ ვითმენთ, ხო? აი ქრისტემაც ხო ესე გააკეთა რომ ვითმენდა, იმიტომ რომ შეიძლება ერთადერთი საშუალება აღარ შენ, სადაც ეს ადამიანი ამას გამოიტანს, იმიტომ რომ სხვაგან ამის გადმონთხევისა და ამის გამოტანის საშუალება არ აქვს. წარმოიდგინეთ, ამ მდგომარეობაშიც არიან ადამიანები და წუთის სოფელს თუ გადახედავთ, დღეს ეს არის პრობლემა. ანუ დღეს ამ დღეში არის ჩვენი სამყარო, ამ დღეში არის კაცობრიობა, ამ დღეში არის ჩვენი საზოგადოება. ანუ ვერ იტევს ეს შინაგანად და ნახე ზოგჯერ ასარქმევენ, რომ ადამიანი არქმევს, რომ როგორმე ეს თავისი შინაგანი
ბოროტების, შინაგანი შფოთის, შინაგანი სიბილწის, შინაგანი რაღაცა ესეთი დაძაბულობის, რომლითაც არის ის სავსე ადამიანის შურის, ვერცხლის მოყვარეობის, გემოთ მოყვარეობის, დიდების მოყვარეობა, რომელიც დაგროვილი ადამიანში სხვადასხვა ფორმით, ანუ ეს უნდა გამოვიდეს და გადმოანთხიოს, მაგრამ ნახეთ, მე რომ ეს გამოვიტანო გარეთ, ხო, რაღაცა სწორი ფორმა უნდა მივცე. და ხშირად ადამიანი ამას საკუთარ აი ამ გადმონთხევას, რომელიც უნდა გამოიტანოს, უკვე ზაკრულად, ესე რომ ვთქვათ, აფორმებს გარკვეული სიმართლით. ანუ ადამიანი ილანძღება, ადამიანი განიკითხავს, მაგრამ ამას მოაქცევს ლამას სიტყვებში. ამას მოაქცევს, როგორ იცი, აი რაღაცა თითქოს, აი როგორ იცი, ესე ვთქვათ, კულტურულად ილანძღება. აი კულტურულად იტყვის რაღაცას, მაგრამ გაგლანძღავს. ანუ იმ წუთში ემჩნევა ადამიანს, რომ შინაგანად, ესე ვთქვათ, აი ხშირად არის ხოლმე ესეთი რამე, აი ნიშნის მოგებით საუბარი იციან ადამიანებმა. ხშირად ადამიანს რაღაც აი ესე ჩვენი ქართული სიტყვა გულღრძობა, ხო, აი გულღრძო საუბარი იცის ადამიანმა. ძალიან მშვიდად შეიძლება თქვას და მშვიდად, აი ამ მშვიდად ნათქვამმა სიტყვამ გაგიგმიროს საკუთარ ანუ გული. ანუ იმ წუთში ემჩნევა ადამიანს, ანუ რაღაცა ხდება მასში შინაგანად, მაგრამ ნახეთ როგორ არის დღეს კიდე ის ვინც კიდე აკონტროლებს საკუთარ თავს და ვისაც გარკვეული ისე იგი რაღაცა მიზნები ამოძრავებს, რაღაცა შეუძლია ეს თავისი თუნდაც სასულიერო პირებს მათ შორის, ანუ სამწუხაროდ ჩვენ ქრისტიანებსაც და სასულიერო პირებსაც შეიძლება ესე იყოს, რომ შინაგანად ბოღმა გახჩობდეს, შინაგანად განკითხვა გახჩობდეს, შინაგანად ანუ როგორ გითხარით, აი რაღაცა ესეთი შფოთი კონდეს, გაღიზიანება კონდეს, ესეთი საშინელი და ანუ ამის გამოტანა გინდოდეს გარეთ. და ანუ ეძებ რაღაცა სწორ ფორმას და აი ეძებ რაღაცა მომენტს, როდესაც შეიძლება ეს ყველაფერი გარეთ გამოიტანო, განა დაძლიო შინაგანად, განა ისე იგი დაელოდო ადამიანი, ისე იგი შინაგანად დამშვიდდე, შინაგანად ისე იგი სულიერად იყო მშვიდად, რომ მერე გამოიტანო ეს გარეთ, ან თუნდაც საერთოდ არ გამოიტანო და დაძლიო. ამიტომ ნახეთ რა არის, აი თუ კი ჩვენ ღვთის მადლი არ გვექნება, ღვთის მადლი კურნავს მერე ჩვენ სულს. აი ნახეთ, ჩვენ ამ ხუთი გზნობის ორგანოთი შევიტანეთ ჩვენ შინაგანში და დავაგროვეთ გულში ეს, ისე იგი ცოდვა, ვნება, ისე იგი გაჯერებული მთელი იმით შური, ვერცხლის მოყვარეობა, დიდების მოყვარეობა, გემოთ მოყვარეობა, სიამოვნების მოყვარეობა, ყველაფერი ამ ჩვენ გულში შემოვიტანეთ და ეს გული არის განსაკურნებელი. და როგორ უნდა გავკურნოთ ეს გული? ანუ ეს რომ გარეთ არ გამოვიდეს, იმიტომ რომ ის შეუძლებელია გარეთ არ გამოვიდეს, უფალი ძახის, ხო, ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყვინ. ანუ შეუძლებელია ეს გარეთ არ გამოვიდეს, შეუძლებელია და ამიტომ რა უნდა მოხდეს? ანუ სათავეს უნდა მივხედოთ. ანუ როგორც ხეს ნაყოფს ვერაფერს ვერ უზავ, თუ კი ფესვებში არ დაუსხი შენ წამალი და არ განკურნე ფესვები, რომ ფესვებმა რომ მიიღებენ აი ამ საზრდოს, მერე ნაყოფსაც კეთილს მოგცემენ, ანუ წყაროს სათავეს თუ არ ესე რომ ვთქვათ უმკურნალე ადამიანმა, ხო, გამორიცხულია მაშინ შენ ნაყოფი გამოიღო სწორი და კეთილი. ამიტომ რაც სათავეს არის, ისე იგი სათავეს არის სამკურნალები და ამ სათავეს კიდე კურნავს მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მადლი, ანუ სულის მაკურნებელი და სულის მკურნალი ადამიანების არის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი. ანუ ღვთის მადლი. ანუ ღვთის მადლი რა არის, ხო? ანუ გახსოვთ რომ იმაზე პავლე მოციქული რო იძახის, ხო, გალატელთა მიმართ ეპისტოლეში, რომ ძმანო ნაყოფი სულისა არის, აბა წაიკითხეთ იქ მეოთხე თავია თუ არ ვცდები, მეოთხე თუ მეხუთე თავია, რას იძახის, ხო, ძმანო ნაყოფი სულისა არის, სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგძელება, სახიერება, მარხვა, მოთმინება და ასე შემდეგ, ანუ არის იქ, ანუ ეს არის სულის ნაყოფები. ანუ ეს ჩვენით არ გვექნება. ანუ სულიწმინდა უნდა მოვიდეს ჩვენში, რომ ამ მადლმა, სულიწმინდის მადლმა, სხვადასხვა ენერგიებში გამოხატულმა, რაც ჩვენ გვჭირდება, როგორც წამალი. ნახეთ, როგორც წამალი გვჭირდება, ხო? როცა ადამიანს სიცხე აქვს, სხვა წამალი ჭირდება, როდესაც ადამიანს წნევა აქვს, სხვა წამალი ჭირდება და ასე შემდეგ. ანუ ეს ღვთის მადლი ერთია, მაგრამ ის ენერგიების სახით იყოფა, ესე რომ ვთქვათ, ენერგიების სახით იყოფა და ადამიანს მაკურნებლად ეძლევა.
და ეს მაკურნებელი მადლი შემოდის ადამიანის გულში. აი გახსოვთ, ბევრჯერ გეუბნებოდით, რომ ღმერთი სული არის ღმერთი და თაყვანისმცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანაც თაყვანისცემა მის. ჩვენ სულით ვურთიერთობთ ღმერთთან და როდესაც სული გამოგვიძებას და გაცოცხლებას იწყებს, ის ღვთის მადლთან ურთიერთობს და ეს მადლი მოდის და ადამიანის სულს კურნავს. და ადამიანის სული როდესაც იწყებს განკურნებას, ანუ სათავე იკურნება, სათავე იწმინდება ადამიანისა და შემდეგ ადამიანს უკვე ენაც უსუფთავდება. ენასაც იმორჩილებს უკვე ადამიანი. თუ კი რამეს საუბრობს, უკვე საუბრობს რაღაცა იმას, რითიც არის ადამიანის გული თავისთავად სავს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამას უნდა მივაქციოთ ჩვენ ყველამ ყურადღება, რომ ღვთის მადლის გარეშე, ენა როგორც ასეთი, ენის განკურნება, თავისთავად რაც არ უნდა ადამიანმა ენასკვილი დააჭიროს, კი, რა თქმა უნდა, თავისთავად ისე იგი ბოლო ის არის, რომ ადამიანმა კვილი დააჭირო ენას და არ თქვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის შეძლებ ამას. შეუძლებელია. იმიტომ რომ ეს ისეთი საცდურია, რომ აი როგორც იაკობ მოციქული იძახის, რომ ისე იგი შეუძლებელიაო, ისე იგი ამ ენის მოთვინიერებაო, ხო, კაციშვილს არ შეუძლიაო, კი, კაციშვილს არ შეუძლიაო, ხო? დაუკავებელია ეს ბოროტება და მომაკვდინებელი გესლითაა სავსეო. იაკობ მოციქული იძახის და ენისა საუბრობს, რომ თუ კი ადამიანის შინაგანა წყარო არა აქვს სუფთა, ენას ვერ მოათვინიერებს. ამ შემთხვევაში შეუძლებელია ის რაღაცა ფორმით. კიდევ ვიზახი, შეიძლება ადამიანმა გაამართლო რაღაცა, შეეცადო უფრო მოქნილად გამოთქვა ეს ყველაფერი, შეეცადო ისე გამოიტანო, რომ თითქოს შინაგანი დაფარო და დამალო შინაგანი შფოთი, დაფარო და დამალო შინაგანი შური, დაფარო და დამალო შინაგანი ღვარძლი, ბოროტება, მაგრამ თავისთავად შეიძლება ადამიანის სწორ სიტყვებსაც ამბობდეს, აი ეს მინდა რომ თქვა, რაღაცა სწორ სიტყვებსაც ამბობდეს, მაგრამ ამ სწორ სიტყვებში ის ენერგია მოდიოდეს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება ამ სწორ სიტყვებშიც ის შინაგანად დაგროვილი გარკვეული მოკლედ ენერგია მოდიოდეს, რომელიც მოკლედ აი ესე ბოროტებით არის ადამიანის შინაგანში სავს. აი მე სულ ვიძახი ხოლმე ესეთ რამეს. აი დღეს როცა დავდგებით ხოლმე, აი ქრისტიანი ადამიანები მრევლთანაც აი რომ საუბრობთ, ვეუბნებით ხოლმე, რომ აბა მოდი ვისაუბროთ რაღაცაზე. არა გვაქვს, ნახეთ, არც ტერმინოლოგიური, არც ლექსიკონური მარაგი არა გვაქვს ჩვენ იმისა, რომ ვისაუბროთ მართლმადიდებლობაზე, ქრისტიანობაზე, სულიერ ცხოვრებაზე, წმინდა წერილზე. არა აქვს დღეს. ჩვენი მრევლის 90%-ს არ აქვს მარაგი და ტერმინების მარაგი და ლექსიკონური მარაგი არ გააჩნია, რომ ისაუბროს. აი მაგალითად ექიმი რო ექიმს შეხვდება, თქვა, მათ იციან რაზე ისაუბრონ, ხო? გარკვეული ტერმინებით აგებინებენ ისინი ერთმანეთს, რომ და ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ადამიანის სულიერი, მათ შეუძლია დაინახონ ერთმანეთის გარკვეული ცოდნა, საკითხებისადმი მიდგომა და ჩვენ ეს არ გაგვაჩნია, მიხვდით? და გამომდინარე აქედან, როდესაც ჩვენ თვითონვე ეს მარაგი არ გაგვაჩნია, ვერც ვერავის ნათქვამს ვერ ვიგებთ. სასულიერო პირი შეიძლება საუბრობდეს რამეს, მაგრამ ადამიანი ვერ იგებს ვერაფერს, რას საუბრობს ვერ იგებს. რატომ? იმიტომ რომ თვითონ ეს ტერმინი არ გააჩნია, არც ლექსიკონი არ გააჩნია საუბრისა. სიტყვის მარაგი, სიტყვა ხო წეგან თქვი ძალა. ნახეთ, რატომ არის ეს ყველაფერი? იმიტომ არის, ნახეთ, რომ ადამიანის ჩვენი ყველასი გული სავსე არის ზუსტად აი ამ ცოდვით, სამი ცოდვით, რაზეც დგას ყველა ცოდვა, ხო? გემოთ მოყვარებით, დიდების მოყვარებით და ვერცხლის მოყვარებით. აი ამით გაჯერებული არის ადამიანის ყოველდღიურობა და ყოველდღიური ცხოვრება, ადამიანის ყოველდღიური მისწრაფება. ეს სამი გამოცდა არის, რომელიც ქრისტემ ისე იგი უდაბნოში დაამარცხა და აი ამის დამარცხებას ჩვენ ვერ ვახერხებთ. და ამიტომ ეს სამი ცოდვით, სამი ძირითადი ცოდვით და მათგან ნაშობი ყველა სხვადასხვაგვარი ცოდვით არის ადამიანის შინაგანი სავსე და ამაზე საუბარი შეუძლია. ნახეთ, გინება, ბავშვს არ ასწავლი, წარმოიდგინე, ბილსიტყვაობა შეიძლება ოჯახმა არ ასწავლოს, მაგრამ საიდანღაც იგებს და იგინება. ჭორაობა გინდა, ისე იგი წყევლა გინდა, თვითონ სწავლობენ ადამიანს, არავის, მაგრამ ერთი სახარებისეული
აბზაცი რო უთხრა ადამიანმა რომ დაიმახსოვროს, რატომ? იმიტომ რომ როდესაც რაღაცა განსაცდელი მოუვიდა, ამ განსაცდელიდან გამომდინარე ეს ტერმინი მოიყვანოს, ან მამათა სწავლებიდან გამოიტანოს რამე და თქვას, რომ აი, არა, ეს რაღაცა აი მამები ამას იძახიან და არ გავაკეთებ, სახარებაში ეს წერია და არ გავაკეთებ. ანუ არა გვაქვს ჩვენ, აი კონკრეტულ შემთხვევაში და ეს სულიერ კანონს ასაც სწავლობ ზუსტად ამის მაჩვენებელი, აი ეს მინდა ზუსტად რომ ეს შევიმეცნოთ. მე ახლა ბევრს ვერ ვისაუბრებ ხოლმე, იმიტომ რომ თქვენ უნდა დაინტერესდეთ ამით, ხო? მე ვცდილობ რომ უბრალოდ რაღაცა ინტერესი აღძრა თქვენში და რაღაცა აი როგორ გითხრათ, იცი, რაღაც სინდისი გამოვაღვიძოთ. ჩვენი პასუხისგებლობა ვიგრძნოთ ღვთის წინაშე, ეკლესიის წინაშე, მერე მათ შორის მოყვასის წინაშე, სამშობლოს წინაშე, ანუ აი ეს პასუხისგებლობა რო ვიგრძნოთ, ამაზე ვსაუბრობ, თორე რა თქმა უნდა, სრულყოფილად შეუძლებელი ეს ადამიანის გასაკეთებელი არის, ანუ თვითონ უნდა გააკეთოს ადამიანმა, თვითონ უნდა აღასრულოს ეს სულიერი შრომა, ანუ მან უნდა იშრომოს საკუთარ თავზე, მან უნდა გაწმინდოს და გაასუფთავოს საკუთარი წყაროს სათავე, ანუ გული, რომელიც სავსეა. გახსოვთ, ანუ წმინდა წერილშიც ხო არის ნეტარიყვნენ წმინდანი გულით არამედ თუმად ღმერთი იხილონ, ანუ ღვთის ხილვა, ღმერთთან ურთიერთობა, სასუფეველში ყოფნა, ეს არის პირდაპირ პროპორციულია გულის გაწმენდასთან, ანუ წყაროსთან გაწმენდასთან. თუ წყარო არ განიწმინდა ადამიანის შინაგანში, მაშინ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ როდესაც გარდაიცვლება ადამიანი, ხო, რა არის, ხო? აი სულ ვამბობ ხოლმე ასეთ რამეს. აიღეთ, აი, როდესაც მიცვალებულის სხეული, ანუ ასვენია, ანუ გვამი როდესაც ასვენია, ხო? ანუ მიდით და ნახეთ, მას არ შურს, მას ისე იგი აღარავის განიკითხავს, ისე იგი ის ბოროტებას ვერ ჩადის, არ ლაპარაკობს, არ იგინება, არ ილანძღება. რატო? იმიტომ რომ სხეულის თვისება არ არის ეს. ეს სულის თვისება არის. ეს ყველაფერი სულში მიმდინარე პროცესები არის. სხეული აგერდებს. სხეული არის, რაც რეაგირებს სულის მდგომარეობაზე, რეაგირებს და მას შეუძლია გარეთ გამოიტანოს ეს ყველაფერი. იმ გარდაცვლილ ადამიანს ენა თვითონ ხო აქვს. ის ენა უკვე დადუმებულია, მაგრამ ის შინაგანის სულის წყარო, ის უკვე ზეცაშია წასული, ანუ სულს გაყვა, სული წავიდა უკვე მარადიულობაში. უბრალოდ სხეული აღარ არის, ენა აღარ არის, როგორც ორგანო, რითიც აი ამ რითიც იყო სავსე ადამიანი, ის რო გარეთ გამოქონდა. ამიტომ ცხონება რა არის? ცხონება არის, როდესაც წყარო განიკურნება. ადამიანის შინაგანი უნდა განიკურნოს, ადამიანის წყარო, ანუ ეს რითიც არის ადამიანის სავსე, ის უნდა განიკურნოს, რომ ენა რო დადუმდება, ანუ ენა რო დადუმდება გარდაცვალების მერე და სული რო ხორცისაგან განეყრება, ის განწყობა რაც სულისა აქვს, ანუ განკითხვა, შური, ისე იგი და ყველაფერი, ანუ სიბილწე, გინება, ლანძღვა, ყველაფერი რაც კი სულის თვისება არის, ხო? მათ შორის სიკეთეს, რა თქმა უნდა, სიყვარულიც, სიხარულიც, ერთგულებას და ყველაფერი რაც კი ადამიანში არის, აი ამ სულის მდგომარეობით ადამიანი გადაინაცვლებს უკვე მარადიულ ცხოვრებაში და ამიტომ ამას მიაქციოთ ყურადღება. ანუ ძალიან ისე იგი დაკვირვებულები უნდა ვიყოთ ქრისტიანი ადამიანები და როდესაც ხედავთ ჩვენ აი სხვადასხვა ტელევიზიით გამოდიან თქვათ რაღაცა ადამიანები და უნდა შეგვეძლოს აი ამ სულისკვეთების, ანუ სულისკვეთების გარჩევა, ანუ სულთა გარჩევა უნდა შეგვეძლოს. სულიერი ადამიანი ხედავს ყველაზე მეც დუმილში. წინადადებიდან წინადადებამდე და სიტყვიდან სიტყვამდე აი მან თავის აზრს დებს ყველა ადამიანი და ქრისტიანი ადამიანიც ამ აზრს დებს თვითონ. ანუ სულიერად იყურება. ქრისტიანი ადამიანი დუმილში უფრო მეც ხვდება, ანუ გაჩერებაში წინადადებიდან წინადადებამდე, ბოდიშით იმაზე ჟარგონზე პაუზებში უფრო მეც ხვდება და მეც წვდება და საუბარში უფრო ღრმად იყურება, ვიდრე ის რაც ნათქვამი არის. ეს არის ქრისტიანი, ანუ სულიერად მცხოვრები ადამიანის ის, იმიტომ რომ ის სულს ხედავს. არა ის წყაროში იყურება, რა წყაროდან მოდის ეს ყველაფერი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ამას ეს უნდა ვისწავლოთ ჩვენ, მაგრამ ეს რომ ვისწავლოთ, ჩვენი წყარო უნდა განკურნოთ, ჩვენი წყარო უნდა გავასუფთავოთ თვითონ. და როდესაც ჩვენ გავასუფთავოთ ამ წყაროს, ღვთის მადლი გვაჩვენებს ამას და ღვთის მადლი მოგცევს მოკლედ ამის ძალას, რომ გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ეხლა რაც შეეხება, ანუ ძალიან ისე იგი მოკლედ კიდე აი ისე იგი
რას იძახის წაგიკითხავთ ამასაც, რომ ისე იგი მარკოზ მონაზონის საოცარ სიტყვებს იძახის, ერთი 4 მუხლია, რაზეც ახლა დღეს ჩვენი ის არის თემა არის, ასეთ რამეს იძახის. სიმდაბლით მოაზროვნე ადამიანის ბაგე ჭეშმარიტებას იტყვის. ნახეთ, სიმდაბლით მოაზროვნე. გახსოვთ რა ვთქვით, სიმდაბლე რა არის? რამე თუ მშვიდვარ და მდაბალ გულით აუფალი იძახის. ანუ სიმდაბლე ეს არის ღვთის მადლი, ღვთის ენერგია, რომელიც უნდა მოვიდეს ადამიანის გულში, მაგრამ თუ ამპარტავანია ადამიანი, სიმდაბლე როგორ მოვა, ხო? ანუ არ შეიძლება ერთ წყაროში ამპარტავნებაც იყოს და სიმდაბლეც იყოს. ანუ ვერ იქნება გული თან ამპარტავანი და თან მდაბალი. ან მდაბალია, ან ამპარტავანია ადამიანის გული. და იძახის მარკოზ მონაზონი, სიმდაბლით მოაზროვნე ადამიანის ბაგე ჭეშმარიტებას იტყვის. ხოლო ვინც ჭეშმარიტებას წინაღუდგება, ემსგავსება მსახურს, რომელმაც უფალს სილა გააწნა. აი ნახეთ რა მნიშვნელოვანი მომენტია, ანუ რას იძახის მარკოზ მონაზონი, ხო? როგორი დასკვნას აკეთებს, რომ ისე იგი ხოლო ვინც ჭეშმარიტებას წინაღუდგება, ანუ ვინც სიმდაბლით არ საუბრობს, ის უკვე ჭეშმარიტებას აღუდგება წინ და ემსგავსება მსახურს, რომელმაც უფალს სილა გააწნა. გახსოვთ, ესეთ სიტყვას უგებო შენაუდე მთავარსა და სილა გააწნა მაცხოვარს და აი ესეთ შეიძლება ჩვენ ახლა ამაზე არ ვფიქრობთ ხოლმე, მაგრამ აქ არის საუბარი რაზე, იცი, შეფასებულია იმ ადამიანის სულის მდგომარეობა, რომელმაც ქრისტეს სილა გააწნა, ანუ სულიერი რა მდგომარეობა უნდა ქონოდა ახლა იმას, რომ მაცხოვარს სილა გააწნა, შეფასებულია მამათა მიერ მისი მდგომარეობა და მისი მდგომარეობა გადმოტანილია დღევანდელ დღეს, ვინ არის ესეთი ადამიანი, რომელიც ქრისტეს სილას გააწნეს. ხო, აი სილას გააწნის ის, ვინც სიმდაბლით არ მოაზროვნეობს და ვინც სიმდაბლით არ მოაზროვნეობს და ის არ იტყვის ჭეშმარიტებას. და ამიტომ ეხლა წელანაც გითხარით, რომ ადამე დღეს საუბრობთ ადამიანები რაღაცა ისე იგი საკუთარი თავის ანუ ეგოიზმით, განდიდებით, საკუთარი აზრზე დიდად მინდობით და ასე შემდეგ, ანუ საუბრობენ ადამიანები და არანაირი სიმდაბლე არ გაგვაჩნია, ხო? ანუ მდაბლად კიდევ იძახი, წყარო სიმდაბლისა არ არის. მართალ სიტყვებს შეიძლება იძახდეს ადამიანი, მაგრამ შინაგანად სიმდაბლე არ არის. შენ რასაც ლაპარაკობს ადამიანი, რომ მიუბრუნდე და უთხრა რაღაცა, ხო? შეიძლება ისე დღეში ჩაგაგდოს ადამიანმა, რომ გაგიკვირდება მოკლედ, ხო ერთ საუბრობს ადამიანი და რატო აკეთებს მეორეს? იმიტომ რომ შინაგანი წყაროა სხვა. ჩვენ შეიძლება ეს ადამიანს, ანუ დაცემის მერე ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, ინტელექტი, ესე რომ ვთქვათ და გონითი ნაწილი, მოაზროვნეობითი ნაწილი, რომელიც ღმერთს შეიმეცნებს და ინტელექტი, რომელიც სამყაროს შეიმეცნებს, გაყოფილი არის ერთმანეთისაგან და ინტელექტუალურად ადამიანმა ისე მოხერხებულად შეუძლია, ისე იგი გამოთქვას საკუთარი აზრი და ამ აზრში თითო სიმდაბლე გამოიტანოსო, გაკვირვებას შეხვალ, მაგრამ აი გახსოვთ პავლე მოციქული ესე იძახის, რომ შვინვიერი ადამიანიო ვერ გულისმაყოფს სულიერსო. შვინვიერი ნიშნავს ხორციელი ადამიანი, მაგრამო სულიერი ადამიანიო გულისმაყოფსო შვინვიერსაცო და გულისმაყოფს სულიერსაცო, იმიტომ რომ სული უფრო აღმატებულია, ანუ გონიერებით გონიერი ადამიანი, ანუ სულიწმინდით გაჯერებული ადამიანი, სადაც ანუ სულის გონითი ნაწილი არის მოკლედ მოქმედი, იმ ადამიანს შეუძლია გაარჩიოს ერთხელ ასეთ რაღაცას იძახის ისააკ ასური იძახის ასეთ რამეს, რომ ასეთი სულის გარჩევაო ძალიან ძნელიაო. ისე იგი ადამიანიო, აი როდესაც ანუ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გამოჩნდებაო, როდესაცო ანუ ლაპარაკობს ადამიანი, ხო, სულიერ საკითხებზე, აი ხა ჩემზე რო ავიღოთ რა, ეხლა რაღაც სულიერ საკითხებზე ვსაუბრობ და ძალიან ძნელიაო ადამიანმა გაარჩიო. ურთულესიაო გაარჩიო, იმიტომ რომ იმ დროს ვერ მიხვდები ადამიანი რატო, ანუ რა ლაპარაკებს ადამიანს, რა სამყარო აქვს შინაგანი, რა თქმა უნდა სულიერი ადამიანი ხვდება ამას. ანუ მაგრამ იმ სულიერ ადამიანსაც კი უჭირსო, ანუ ისე შეუძლია ადამიანმა შეფუთოს, ისე შეუძლია ადამიანმა ინტელექტუალური ნაწილით, ანუ ესე რომ ვთქვათ, აი სახარებისეული თუ უნდა წმინდა მამათა ესეთი აი ინტელექტუალური შემეცნებით, ისე შეუძლია დაფაროს ეს საკუთარი, ისე იგი აი შინაგანი დაზიანებულობა და შინაგანი გაფუჭებულობა სულისა, რომ ძნელიაო აღმოაჩინო და გამოააშკარავო და დაინახო, მაგრამ
მასო დაინახავო რითიო, ნაყოფებითო. ანუ რა ნაყოფებით, როგორ იქცევ, ანუ აუცილებლად დროში გამოჩნდება, დროში აუცილებლად გამოჩნდება, იმ ადამიანის მოკლედ ეს განსხვავებულობა, რას ატარებს ადამიანი შინაგანად და გარეგნულად რა გამოაქვს. ანუ აქ არ არის საუბარი, რომ ყველას ეჭვის თვალით უყურო, მაგრამ აუცილებლად ადამიანს უნდა კონდეს, ეხლა მე კიდე გეტყვით, ანუ რამოდენიმეს რას უნდა მივაქციოთ ზოგადად ყურადღება ხოლმე, ხო? ეხლა ნახეთ რას წერს ახლა კიდე, ისე იგი მარკოზ მონაზონი. ნუ გახდები მისი მოწაფე, ვინც თავს იქებს. ნახეთ, დღეს როგორ არის ხოლმე, მე ყველანი მეზე ლაპარაკობენ, მე ღვთისმეტყველი, მე შევიმეცნე, მე შევიმეცნე, მე ამას ვაკეთებ, მე იმას ვაკეთებ, ხო? ყველას გვჭირს ეს რაღაცა და ნახე რა სიძახის მარკოზ მონაზონი, ნუ გახდები მისი მოწაფე, ვინც თავს იქებს. რათა თავმდაბლად აზროვნების მაგივრად ამ პარტავნება არ ისწავლო. ვახ, რა საოცარი სიტყვებია, აბა უყურეთ, ანუ ნუ გახდები მისი მოწაფე, ვინც თავს იქებს. ხო, ჩვენი სიტყვები რა არის? ჩვენი ყველაფერი არის იმისკენ, რომ წარმოაჩინოთ რა კარგები ვართ, როგორი ისე იგი, ესე რომ თქვა, ჭკვიანები ვართ, მოაზროვნეები ვართ, როგორი სულიერები ვართ და ასე შემდეგ და ნახეთ როგორი გარჩევა გჭირდება. რომ ადამიანი თავს ხო არ იქებს. ანუ შეიძლება საუბრობდეს ადამიანი და განწყობა ქონდეს კეთილი, ანუ მის მიმართ, მაგრამ აუცილებლად უნდა მიაქციო ყურადღება, ხო? რამდენია, რომ მე ესე, მე ისე, ანუ ადამიანი ხშირად ლაპარაკობს, ისე იგი რაღაცა, ისე იგი როგორ რაღაცა, იცი, მე იმას ვიზავ და ხან ხალხისა, მე ამას ვიზავ, სასულიერო პირები მათ შორის იმას ვიზავ, ამას ვიზავ, იმას და ანუ ნახეთ როგორი რაღაცა არის. Მნიშვნელოვანია სულიერი ცხოვრება. Როგორ შეიძლება აცდე ადამიანი ამ წუთის სოფლის სულისკვეთებით იყო მთლიანად თავიდან ბოლომდე ამ წუთის სოფლის სულისკვეთებისა იყოს ადამიანი. მათ შორის ამხსარებელი, მაზიარებელი, მწირველი, სასულიერო პირი შეიძლება იყოს. ანუ რა, მოკლედ რაღაცა ისე იგი მონასტერში მცხოვრები მონაზონი შეიძლება იყოს. ანუ ნებისმიერი ადამიანი. ანუ მაგრამ ნახე რას წერს, ხო, მოწაფე ვინც თავში, ანუ ნუ გახდები მისი მოწაფე, ვინც თავს იქებს. აბა გაარჩი ეხლა. გისვავთ კითხვას, ხო? და ნახეთ რა სიძახის, ხო? რათა თავმდაბლად აზროვნების მაგივრად ამ პარტავნება არ ისწავლო. და ამ პარტავნება კიდე რა არის? ხო, ამ პარტავანთა შემოსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი. რა რთულია, ხო? აბა მიდი ადამიანმა ეხლა გააკეთე ეს ყველაფერი, ხო? რთულია, ხო? და ნუ მოკლედ, ნუ შეეცდები ჩახლართული საკითხი კამათით გადაწყვიტო. ესეც რა მნიშვნელოვანია, ნახეთ, ნუ შეეცდები ჩახლართული საკითხი კამათით გადაწყვიტო, არამედ იმით, რასაც სულიერი კანონი გვამცნებს, მოთმინებითა და ლოცვით და უბრალო ღვთის იმედით. ახლა საოცარია, აბა ნახეთ, დღეს როგორაც წვიტავენ ადამიანები, როგორ წვეტენ ერთმანეთთან, ხო? ნახეთ, ნუ შეეცდები ჩახლართული საკითხი კამათით გადაწყვიტო. ანუ კამათით არ უნდა გადაწყვიტო, არამედ იმით, რასაც სულიერი კანონი გვამცნებს. ამიტომ ახლა ეკლესია ამით უნდა იმართებოდეს სულიერი კანონით. რამდენჯერ თქვი, ხო, სასულიერო პირები ერთმანეთთან, ერის ადამიანები ერთმანეთთან, ოჯახში მორწმუნე ადამიანები არიან და რა ვიცი, ისე იგი ერთმანეთს რა სულიერ კანონზეა ლაპარაკი, რომელ სულიერ კანონთან ურთიერთობაზეა საუბარი, ხო? ანუ შეუძლებელია რომ ამით აკეთებდეს ადამიანი, არამედ წვიტავენ ადამიანები გარკვეულწილად რაღაცა ისე იგი თავისი აზროვნები და თავისი ფიქრები და ეს მოკლედ ისე იგი ადამიანებში ამ შინაგან წყაროს მოკლედ თავისთავად აფუჭებენ და ისე იგი ძალიან რთულ მდგომარეობაში იგდებენ ადამიანები სულიერად საკუთარ თავს. ეს სამი მუხლი ხო რა წავიკითხეთ, აბა დაიმახსოვრეთ, მოკლედ ეს პირველი თავის არის მერვე, მეცხრე და მე-11 მუხლებია, მოკლედ ეს სამი მუხლი და აბა ნახეთ, მე იქ არის კიდე ძალიან ბევრი კარგი მუხლები ამასთან დაკავშირებით და დღეს უბრალოდ ამისთვის ამის გამო არ გადაგლით, ხო? როდესაც ღმერთზე საუბრობთ, ანუ როგორ უნდა ვაკეთებდეთ ამას, ანუ ღმერთზე მოსაუბრე ადამიანი როგორ უნდა საუბრობდეს, ხო? უფლის შესახებ ილაპარაკე მთელი შენი არსებით.
ილაპარაკე მის სიყვარულზე, სათნოებაზე, ოღონდ ამ საუბარს თან ახდეს შიში, რომ არ დაუშვა შეცდომა. აი როგორი საოცარი არის, ნახეთ, აი რომ ესე იგი ამას უკვე ამბობს ესე იგი წმინდა ნიკოდიმოს თაწმინდელი. და რა საოცარ რაღაცის აღება, მთელი არსებით ილაპარაკეო მის სიყვარულზეო. აქ გამახსენდა ერთი ესეთი ესე იგი ამბავი, ერთხელ მოდემთავართან მრევლმა დაასმინა თავისი მოძღვარი, რომ წირვის მერე არ ქადაგებსო, ანუ ღვთის სიტყვას არ ქადაგებსო და დაიბარა ამ ისე იგი მოდემთავარმა, ეს მოდემთავარი ძალიან სულიერი ადამიანი იყო და ეხლა რასაც მოგიყვებით, ნახავთ, რომ მართლა გონიერი და სულიერი ადამიანი იყო და დაიბარა და უთხრა ესეთი რაღაცა, რომ ანუ ისე იგი კი არ დაიწყო იმ ქადაგებაზე და იმაზე, ხო? პირველი შეეკითხა, შენზე ამბობენო, რომ არ ქადაგებო. ხო და მეუფეო მეშინიაო, მე არ ვიციო რა უნდა ვთქვაო, ისე იგიო რაღაცა და მოკლედ რაღაც ისე იგი შიშის გამო თითქოს ეშინოდა და ამიტომ ვერ ამბობდა, მაგრამ მდემთავარი სხვა რამეს ჩაწვდა. ნახეთ, სხვა რამე დაანახა და რა უთხრა? კაიო, ამაზე სასაუბროთ არ დამიბარები ხარო და აბარისთვისო და ისე იგიო ვიღაცამო მომიტანაო ამბავიო ესეთიო, რომ მოკლედ კიო ძალიან რთულიაო რასაც გეუნები, მაგრამ დედამისზე უთხრა, რომ აი დედაზე თქვაო, რომ რაღაცა თითქოს ესე იქცევა, ისე იქცევაო და რაღაცა თითქოს არ იქცევა სწორათო. ანუ ამ მოძღვრის დედაზე უთხრა. და ამ მოძღვარმა დაიწყო რას ამბობთო მეუფეო და დედამისის ქება დაიწყო, რომ რას ამბობთო, აი დედა ჩემი ისეთი ადამიანია, ესეთი ადამიანიაო, იქაო რასაც იძახის ვინმეო, იქ არც მისულა, არც გასულაო, მოკლედ რაღაცა ესაუბრება ამ იმაზე, რომ დედამის აი მთელი ისე იგი მთელი არსებით იცავს და ეს მოძღვარი ესე იგი ეპისკოპოსი უყურებს ესე უსმენს, დიდი ხანი ისაუბრა დედის დასაცავად და რო გაჩერდა, მაშინ უთხრა, რომ ნახეო მამაო, ვინც გიყვარსო, დედაო, ძალიან გიყვარსო და ნახე როგორ დაიცავიო, რამდენი ისაუბრეო დედაზეო, ხო და ამიტომო უფალზეც უფალით შეიყვარე მთელი გულითო და როდესაც შეიყვარე მთელი გულითო, ხო, მაშინო მასზე საუბარს შეძლებო. აი ესეა საოცარი, აი ეხლა რაც წავიკითხე, რომ მთელი სიყვარულით ისაუბრეო, ხო, მე სათნოებაზე, ოღონდ ამ საუბარს თან ახდეს შიში იმის, ანუ რომ ისე იგი შეცდომა არ დაუშვა ადამიანმა, ხო? და ისე იგი რა მინდა ვთქვა კიდე ბოლოს ვიტყვი ახლა, იმიტომ რომ ძალიან გადაგვიცდა, მე მგონი, არა, პრინციპში 1 საათამდე შეგვიძლია ცოტაც ერთი ისე იგი ვისაუბროთ კიდე რასთან დაკავშირებით. ნახეთ, არსებობს მოკლედ ესეთი საუბრის, ისე იგი ამბობს ამას თალასე, წმინდა თალასე სათნოებად მოყვარეობაში არის შესული ეს მშვენიერებად მოყვარეობა სათნოებად მოყვარეობაში და აქ არის საუბარი რა ფორმის საუბრები არსებობს და ქრისტიანი ადამიანმა რაზე უნდა შეიკავოს თავი, ნახეთ, რაზე უნდა შეიკავოს თავი, ხო? არსებობსო ესეთი საუბრებიო რა, ლაპარაკის ხუთი ფორმა არსებობს, აბა დაუკვირდით, არსებობს ლაპარაკის ხუთი ფორმა. რა ფორმებია ეს ხუთი? მოხმობითი, ხო, ეს არის როცა ვინმეს მოუხმობთ, ანუ როცა ვიღაცას ვეძახით, ანუ ან ისე იგი მოხმობა კიდე ნიშნავს იმას, რომ როცა ვიღაცას რაღაცა ჩვენ აზრს ვაწვდით, ანუ არის მოხმობითი. არის კითხვითი, როდესაც ადამიანი მოკლედ კითხვას სვავს, ამასაც მიაქციეთ, როცა ვინმეს ვეკითხებით რამეს, არის სურვილიანი საუბარი, როცა ვინმეს რამეს ვუსურვებთ, ან როდესაც რაღაცას უსურვებ ადამიანს, არის განსაზღვრული, ეს არის მეოთხე უკვე განსაზღვრული, როცა კონკრეტულად ვსაუბრობთ, როდესაც კონკრეტულად ვსაუბრობთ ესე და არის ბრძანებითი საუბრის ფორმა, როცა ვინმეს რამეს ვუბრძანებ. და ნახეთ რა სიძახის წმინდანი, რომ გამოიყენე მხოლოდ პირველი სამი ფორმა, ანუ რა სამი ფორმაზეა ლაპარაკი, ხო? პირველი, ანუ მოხმობითი, კითხვითი და სურვილიანი. ეს სამი ფორმა გამოიყენეო და განსაზღვრული და ბრძანებით სტილს საუბარი თავი აარიდე. ანუ ნახეთ როგორი რაღაცა, აი ამასაც მიაქციეთ, აბა ყურადღება, ხო?
ეს ხო სულიერად მოაზროვნე, ანუ ესე იგი სულიერი კანონია და რას გვეუბნება სულიერი კანონი, რომ ხუთი ფორმა არსებობს, ხო? აი გარკვეული რო დავფიქრდებით, ხო? რა ეხლა როდესაც მე ვსაუბრობ, როდესაც უნდა ვისაუბრო, ხო? რა ამ ხუთი ფორმიდან რომელ ფორმაშია ჩემი საუბარი? და რას გვეუბნებიან წმინდანები? ანუ გვეუბნება ესეთ რაღაცას, რომ სამი ფორმაო შესაძლებელია, მაგრამ ორიო საერთოდ ამოიღეო. ანუ ორი ფორმა ამოიღე საერთოდო გამოყენებიდან. ანუ რაზეა საუბარი? პირველი, ისე იგი მოხმობითი, როდესაც ადამიანს ან ეძახი, ან უხმობ, ისე იგი მოხმობითი, ანუ მეორე ეს არის კითხვითი, როდესაც ადამიანს შეგითხა, ანუ მოუხმე ადამიანს დაძახება შეიძლება, კითხვა დაუსვა ადამიანს შეიძლება, არის სურვილი, რომ უსურვო ადამიანს მოკლედ რაღაცა, ისე იგი რაც რისი სურვილისგან ამაზე ვისაუბრეთ, ანუ რითიც ხარ სავსე იმას უსურვებ. ანუ ეს ყველაფერი ხო სიტყვებში უნდა გამოხატო. და ამიტომ ჩვენ ეს ხუთი ფორმა რაც აგვაქვს, ყველაფერი თავდაყირავა დაყენებული. ანუ ნახეთ როგორ არის, ისე იგი უხმობთ ვინმეს და ისევ ეძახით და ისევ უხმობთ ადამიანს მოსვლა არ უნდა, კითხვას უსვავთ ადამიანს და ისევ ეკითხებით უკვე რომ ისე იგი თავისთავად ანუ ამ კითხვაში დევს ყველაფერი უბედურება და ისე იგი განწყობა და ყველაფერი, ანუ შიგნით რაც აგვაქვს ეგეთ კითხვებს ავსვავთ და სურვილიანი არ ისეთ რაღაცებს უსურვებთ ადამიანს, გინება, ლანძღვა და ერთი ამბავი და ანუ ეს სამი ფორმა და მეოთხე და მეხუთე ფორმა არის მოკლედ განსაზღვრული, ანუ კატეგორიული განსაზღვრული ნიშნავს აი კატეგორიული აზროვნება, აი დღეს რო ახასიათებს ადამიანს, რომ ისე იგი აი ესია და სხვანაირად არ არის და მე რო ვიძახი ესია და ჭეშმარიტება, ანუ განსაზღვრული საუბარი და მესამე ბოლო მეხუთე ბრძანებითი, ანუ როდესაც ისე იგი ვინმეს რამეს უბრძანებ ადამიანი, აი ნახეთ რას გვეუბნება რა, ეს სამი ფორმა საუბრისა გამოიყენოს ადამიანმა და ორი ფორმა საუბრისა, ეს ორი ფორმისგან თავი უნდა აარიდო და თავი უნდა შეიკავო ადამიანმა. ეხლა ამითი ვასრულებთ საუბარს. ეს ხუთი ფორმა საუბრისა, ხო? სხვანაირი ფორმა არ არსებობს. და რაც ახარ ადამიანი შინაგანად, იმას საუბრობ. ანუ ისი ამოდის, ეს ხუთი ფორმა, სხვა ფორმები არ არსებობს, ეს ხუთი ფორმა გარეთ გამოდის. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ თუ მოხმობით შენ ღვარძლიანად და შინაგანად რაც ხარ, იმით მოუხმობ. კითხვას როდესაც ხო ადამიანი კითხვის დასმაც რო ღვარძლიანია, შენ წარმოიდგინე ახლა სურვილი, რასაც ადამიანებს უსურვებ, ესეც რამდგო თუ კი ესეც დაზიანებულად გამოგაგ, მით უმეტეს, როდესაც მე ადამიანი იმ ორ ფორმაში რო აიღებ ბრძანებითი ფორმას და ისე იგი კატეგორიულად აზროვნებას, ესე რომ ვთქვათ, განსაზღვრული საუბარი ხო რა დღეში იქნება, წარმოიდგინე და აი თუ დააკვირდებით დღევანდელ საზოგადოებას, რას მივიღებთ? ეს ხუთივე ფორმა არის დაზიანებული. რატომ? იმიტომ რომ რითიც არის ადამიანი სავსე, ამ ხუთი ფორმის საუბრით ის გამოაქვს გარეთ. ანუ რა ტერმინებითაც არის ადამიანის ლექსიკონი სავსე, რა სიტყვის მარაგიც აქვს ადამიანს სავსე, შინაგანად, ის იმ სიტყვებს იყენებს ამ თავისი შინაგანი მდგომარეობის გამოსატანად გარეთ ამ ხუთი ფორმით. ანუ კითხვას სვავს თუ ისე იგი რა ჩამოთვალეთ, ისე იგი სურვილია თუ კითხვას სვავს თუ მოხმობაა თუ კონკრეტული საუბარია თუ ბრძანებითია, ადამიანი წარმოიდგინეთ საშინელ მდგომარეობაში. ეხლა ვსვათ კითხვას, ნახეთ, ამიტომ იძახის იაკობ მოციქული, რომ ჯოჯოხეთს ადრის, მოკლედ ისე იგი ადამიანები მით ვაკურთხეს საოცარს წერია, ხო, ენის მოთვინიერება კი კაცი შვილს არ შეუძლიაო, ხო? დაუკავებელია ეს ბოროტება და მომაკვდინებელი გესლით არის ავსეო და ეგ არის, რატომ არის? იმიტომ რომ გული აქვს ადამიანს მაგით სავსე და რაც აქვს ადამიანს გული რითიც გაავსო, ეხლა აგიხსენით მე, ხო? შედეგი რო დავდოთ, ანუ ესე რომ ვთქვათ, ბოლო რა ვისწავლეთ დღეს, ხო? ჩვენი ხუთი გრძნობის ორგანოთი ამ წუთის სოფელში არსებულ სიკეთეს და ბოროტებასაც შევიმეცნებთ, ანუ შეგვაქვს ინტელექტუალურ ნაწილში, გონით, ანუ ესე რომ ვთქვათ, განსჯელობით ნაწილში
გადადის გონით ნაწილში, დაზიანებს და ეს გონითი ნაწილი ჩადის მერე გულში და გულში ჩააქვს ეს ყველაფერი ნაგავი, რომელიც მოკლედ შიგნით არის ადამიანისა დაგროვილი, ესე რომ თქვა და მოკლედ გონით ნაწილზე არ მინდა ასე თქვა, იმ ინტელექტუალური ნაწილიდან იმ ისე იგი ინტელექტუალური ნაწილიდან ჩადის ყველაფერი და გონითი ნაწილი ვერ იჭერს. გონითი ნაწილი, სულის ნაწილი, ეს გონითი საფრთხო მადლით გაჯერებული ნაწილი, ატროფირებული არის, დაზიანებულია, თითქმის მკვდარი არის და ამიტომ ეს ინტელექტუალური ნაწილი პირდაპირ ესე რომ ვთქვათ, ამ გულში ჩააქვს ყველაფერი სიბინძურე ნაგავი და რას უყურებთ ახლა, ხო, შეხედეთ ინტერნეტში რა ამბავია და რას უყურებთ, რას უსმენთ. რას ყნოსავთ, მოკლედ ისე იგი რას ვეხებით, ეს საშინელებაა, ხო? ამითი ადამიანისა სავსე, ხუთი გრძნობის ორგანო, ამ ხუთი გრძნობის ორგანოთი ივსება ადამიანის გული და ეს ადამიანის გული რითიც არის, სავსე, ის მერე ამოდის ზემოთ, რითი რა სიტყვების ფორმებიც აქვს. ეხლა ადამიანს წიგნი რო არ წაუკითხავს, ადამიანი სახარებას რო არ კითხულობს ყოველდღე, ადამიანი ისე იგი წმინდა წერილს რო არ კითხულობს, მამათა გამოცდილებას არ კითხულობს, ეს ტერმინები ხო არა აქვს. ეს ტერმინები გარეთ ხო უნდა რაღაცით ხო უნდა ვილაპარაკო და ლაპარაკი იცის ქუჩური, ლაპარაკი იცის ტელევიზორში, რასაც უსმენს, ლაპარაკი იცის რაღაცა, რასაც უყურებს, რასაც უსმენს, რასაც ეს იცის, მეტი არ იცის. ამიტომ ეს ღვარძლი, რომელიც არის ადამიანში, შინაგანი ბოროტება, რომელიც გულში არის, გამოაქვს ადამიანს მოკლედ სხვადასხვა ამ ხუთი ფორმით, ხო? ამ ხუთი ფორმით გამოაქვს და ამიტომაც არის ახლა უსვამთ კითხვას, რატო გჭირს ეს რაღაცა? ამიტომაც გჭირს. საზოგადოება საშინელ დღეში ვართ. საშველი რაშია? რა ვთქვით? გულის განკურნებაში. და გული როგორ უნდა განიკურნოს? საფრთხო მადლით. მადლი უნდა მოვიდეს, განკურნოს სათავე, წყაროს სათავე და თუ ეს წყაროს სათავე მოკლედ განიკურნება, მაშინ ადამიანი ამოისუნთქებს და აღარ მოუწევს საუბარი და განკურნება რითი ხდება, ხო? ინტელექტუალურ ნაწილსაც ხო უნდა გარკვეული განკურნება, ხო? და რა უნდა ვქნათ? იმ ინტელექტუალურ ნაწილს ამ ჩვენი ხუთი გრძნობის ორგანოთი უნდა მოვაწოდოთ ინფორმაცია, ესე რომ ვთქვათ, რაც არის ღვთისთვის, სათნო, რაც არის ფიქრი, რაზე უნდა ვიფიქროთ, უნდა ვიცოდეთ რაღაცას რო უყურებთ, ასოცირება წმინდა წერილთან უნდა გადავიტანოთ, მზესო შეხედავ, უნდა თქვა, მზე სიმართლისა ეწოდება ქრისტეს და სილამაზესაც კი რო უყურებ, ყველაფერმა საფრთხო წერილთან უნდა მივიყვანოს, საფრთხო სიბრძნესთან, საფრთხო სიყვარულთან, შემოქმედებით, ესე საფრთხო შემოქმედების სიხარულთან უნდა მიგიტანოს, მიგიყვანოს, მაგრამ ამით არ არის ადამიანის ინტელექტი, არ არის გაჯერებული. ინტელექტში არის, საშინელება, მის სიტყვის კონა და ტერმინოლოგია არის, გამოტენილი, რა გითხრათ, პოლიტიკით თუ იმით თუ ამით და ლანძღვა გინებით, იუმორით, უხამსილო იუმორით, სიბილწით, რაც დღეს მოკლედ სამყაროში ტრიალებს თავიდან ბოლომდე და ამიტომაც სხვა არ ვიცით სხვა და ამიტომ განკურნება ესაა, თუ გვინდა რომ განვიკურნოთ, მაშინ ეს უნდა დავიწყოთ და განკურნება რა არის, ხო? ლოცვაში აუცილებლად ლოცვით იწყებ ადამიანი ამას, ლოცვით უნდა დაიწყო. წაგიკითხავთ ერთ იმას, ისე იგი ამ ნაწილს, საოცრად არის მოცემული ამ მარკოზ მონაზონის მე-12 მუხსა წაგიკითხავთ, ამით დავასრულოთ. ბრმა არის ის, ბრმა ვინც განკურნა, მაცხოვარმა რო განკურნა, იმაზეა საუბარი, სახარებისეულ ბრმაზე. ბრმა არის ის, ვინც ღაღადებს და ამბობს, ძეო დავითისო შემიწყალე მე. ის ვინც მხოლოდ სხეულით აღავლენს ლოცვას, ხოლო სულიერი ცოდნა ჯერ არა აქვს. როდესაც ბრმატყოფილს თვალი აეხილა და უფალი იხილა, დავითის ძე კი აღარ უწოდა, არამედ ძედ ღმრთისად აღიარა და თაყვანისცა. განსხვავება რო ნახოთ, ხო? შემიწყალე მე ძეო დავითისო, ეს არისო სხეულიდან გამოსული. ეხლა წარმოიდგინეთ, შემიწყალე მე ძეო დავითისო, ეს რა არის? ესეც ლოცვა არის გარკვეულწილად და ესეც არ შეგვიძლია. წარმოიდგინეთ, ესეც არ აგვაქვს ჩვენ. ჩვენი სხეული და ინტელექტიც კი ვერ ამბობს ამას, ჩვენი სხეული და ინტელექტი ამ ტერმინებით საუბრობს, ტელევიზიისა და ამ გაუბედურებული, ესე რომ ვთქვათ, სულისკვეთებისა, გაფუჭებულებისა, რომელიც არის ამ სულისკვეთებით საუბრობს.
ამაზე არცაა საუბარი, აქამდე რომ მივიდეთ ჯერ მადლობა ღმერთს, რომელიც პირველია, რომ იეს ძეო დავითისო შემიწყალემდე, ანუ დაბრმავებულია ჩვენი სული და ეს დაბრმავებული სული ამასაც კი ვერ ამბობს, ძეო დავითისო შემიწყალემდე. მაგას კი არა ამბობს რაღაცა ისე იგი რითი საუბრობს და როგორ ველაპარაკებით ერთმანეთს, გადახედეთ, ხო, ნახეთ, ანუ მათ შორის სხვაზე არ გვაქვს საუბარი, ეკლესიის მრევლზე მაქვს საუბარი და გადახედეთ ზოგ შემთხვევაში ან ქადაგებებს ან იმას, აი რაღაცა ისე იგი ამბიონებიდანაც კი ისეთი ტერმინებითა და ისე იგი ქუჩური რაღაცა ისინი გვესმის, რომ არ ვიცი, ხან გაოცდები ადამიანი, რატომ? იმიტომ რომ სხვა არ არის, ანუ სავსე არ არის ადამიანის ინტელექტიური ნაწილი მაინც. და ანუ ეს ამ მდგომარეობამდეც კი არა ვართ მისული, რომ ძეო დავითისო შემიწყალემდე. ანუ ბრმა არის ის, ვინც მარტო ამას, ესეც კი ბრმა არისო. ესე იგი მარკოზ მონაზონი იძახის და ის ხო ვინც ეხლა ამასაც კი ვერ იძახის, ამ ფორმით ვერ იძახის, იმის სიბრმა ვერ აღაუდა ვთქვათ. ანუ აი ამ მდგომარეობას რაღა უნდა დავარქვათ, რომ ადამიანი აი ამ წუთი სოფლის სულის კვეთებით რომ ტერმინებითა და იმით ლაპარაკოს და ნახეთ რას იძახის, ხოლო სულიერი ცოდნა ამას ჯერ არ აქვსო, ამასაც კი სულიერი ცოდნა არ აქვს და როდესაც ბრმა ყოფილს თვალი აეხილა და უფალი იხილა, ანუ როცა განიკურნა მისი შინაგანი, რა ვთქვი, ანუ წყარო შინაგანი, როდესაც განიკურნა, მისი ინტელექტუალური ნაწილიც, როდესაც უკვე აღივსო ღვთის მადლით განიკურნა და იქ საღვთო მცნებები, საღვთო ისე იგი სიტყვა გაცოცხლდა და ეკლესიის 2000 წლოვანი ისე იგი ესე ვთქვათ გამოცდილება გაცოცხლდა მასში და ტერმინოლოგიურად და სიტყვის ესე ანუ სიტყვის კონითად ესე მოთავსდა მის გონებაში, რა თქვაო მე ხო? ანუ თქვაო რომ ძედ ღმრთისად აღიარაო, ხო? შენ ხარ ძე ღვთისაო, ხო? ანუ ძედ ღვთისად აღიარა. აი ეს მდგომარეობა გვაქვს ჩვენ, ჩემო საყვარელო ადამიანებო და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია რთულ პერიოდს გავდივართ, რაღაცა უამრავი რაღაცა ხდება, გადახედეთ, ხო, რაღაცა ისე იგი სულ ყოველთვის ყოფილა ეს, მე ადრე წინაზეც გესაუბრეთ, ყოველთვის ყოფილა ეკლესია ივანე ოქროპირი იძახის ასეთ რამეს, რომ ეკლესია მაშინ არის დევნილი, როცა დევნილი არ არის. ხო და პირიქით, თუ კი ეკლესია დევნილია და თუ კი რაღაცა ესეთი ხდება და წუთისოფლს არ მოწონს ეკლესიის მდგომარეობა, მაშინ ისე იგი სწორად ვიქცევით. იმიტომ რომ წუთისოფლის მეგობრობაო ღვთისმტრობა არისო. ივანე ღვთისმეტყველი იძახის და ანუ გამოდის რომ თუ კი ეკლესია გარკვეულწილად ამ წუთისოფლის სულისკვეთების წინააღმდეგ მიდის, მაშინ გამოდის რომ შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაცა ისე იგი სწორად ვაკეთებთ რაღაცას, ხო? პირობითად. ისე იგი ღვთის მადლით, არა ჩვენ კონკრეტულად ვიქცევით სწორად, არამედ რაღაცა გარკვეულწილად, თუ კი რაღაცა ხდება, თუნდაც მასში, შიგნით რო ხდებოდეს რაღაცა, ესეც გარკვეულწილად არ არის ხომ ესე ვთქვათ კატასტროფა, თუ კი სწორი ფორმები ექნება ამას და აი დღეს რაზეც ვისაუბრეთ, ამას თუ დავიცავთ ჩვენ, თუ კი ენას აულაგმავ და თუ კი გულის გაწმენდისკენ წავალთ, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ანუ რაღაცა რომ ბოროტება რომ დაიძლიოს, იქ რაღაცა ბრძოლა არის საჭირო, აუცილებელია ბრძოლაა საჭირო რაღაცა და ღვთის მადლით აუცილებლად ყველაფერი დაიძლევა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თუ კი რაზეც დღეს ვისაუბრეთ, ამას არ მივხედავთ ჩვენ, მაშინ ჩვენ არაფრის იმედი არ უნდა გქონდეს. ჩვენ არაფრის იმედი არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ასეთი მდგომარეობით შეუძლებელია ჩვენ რაიმე სასიკეთო ესე იგი ასეთი მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა რაიმე სასიკეთო შექმნას შეუძლებელია, უბრალოდ შეუძლებელია. რომ კოკასაშინა რაც ადგას იგივე წარმოდინდების, ანუ რა წყარო როგორიც არის, ის გადმოვა გარეთ საქმეშიც, სიტყვაშიც და შემოქმედებაშიც და ყველაფერში, რასაც კი ადამიანი არ უნდა აღასრულებდეს. ამიტომ ყველა ჩვენთაგანის პასუხისგებლობაა ეკლესიის წინაშე რას ვსაუბრობთ და ენა უნდა ავლაგმოთ. კომენტარებში, როდესაც ისე იგი ხართ ადამიანები ვიღაცას ერთ სასულიერო პირს ალანძღავთ, იმიტომ რომ თქვენი სასულიერო პირი სხვა სიძახის და ის და ამას თქვენ ამართლებთ, აი ამაზე ვსაუბრობდი წელად. შენ ლანძღავ ვიღაცას და ამითი რომ შენ შინაგანად ესეთი ხარ, წარმოიდგინე,
შფოთიანი ხარ, შურიანი ხარ, ბოროტის გამცდელი ხარ, შინაგანად მოკლედ რაღაცა ადამიანს ღვარძლი გაგაჩნია და ეს გინდა გარეთ გამოიტანო და მოკლედ მოგეცემა თუ არა საშუალება რომ ვიღაცა სამართლიანად ბრჭყალებში გალანძღო, გადმოგა გარეთ და ამართლებ მე. აბა ღირსი არ არის ესა? ანუ საგინებელი არ არის? ეს სალანძღავი არ არის? ეს ესეთი, ეს ისეთი და ამას ვამართლებთ. ამას ვამართლებთ და არ მართლდება ეს. იცოდეთ, ქრისტეს წინაშე, ღვთის წინაშე, წმინდა წერილის წინაშე, საღვთო მცნებების წინაშე, ეკლესიის 2000 წლოვანი გამოცდილების წინაშე ეს არ მართლდება. არ არსებობს ამის გამართლება, ხო? ეს არის ცოდვა და ცოდვას უნდა დაერქვასო, ეს არის ცოდვა. და ეს არის მოკლედ დამღუპელი და ადამიანისთვის. ამიტომ ყველა ჩვენთაგანმა, აბა თითოეულმა ადამიანმა ეს პასუხისგებლობა ავიღოთ ღვთის წინაშე, ეკლესიის წინაშე, ერთმანეთის წინაშე, მოყვასის წინაშე და ერის წინაშე ზოგადად, ხო? ჩვენი სამშობლოს წინაშე, რომ ეს რაღაცა, ეს მავნებლური რაღაცა, რაც მოკლედ წუთი სოფლის სულისკვეთება გვახვევს თავს, იქნებ როგორმე დავძლიოთ. იქნებ როგორმე დავძლიოთ, მოკლედ და შევეცადოთ, რომ მოზომილები ვიყვეთ სიტყვაში და მოზომილები ვიყვეთ, მოკლედ ჩვენს ქმედებებში, რომელიც მერე თავისთავად განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურობას და ჩვენს ყოფობას. მოკლედ, ღმერთმა მშვიდობიანი ღამე მოგცეთ. როგორც ვასრულებთ ხოლმე, შენდობას გთხოვთ ყველას, მოკლედ, ისე იგი თუ ვინმეს რამე სიტყვით, საქმით, ჩემი ქმედებით, არ ვიცი, მოკლედ შეიძლება გულის წყრომაში ჩავარდა ადამიანი, შეიძლება რაღაცა მოკლედ არ ესიამოვნა რაღაცა ჩვენი საუბარი და ჩემი სიტყვა ან რაღაცა მოკლედ მისთვის შეიძლება დამამწუხრებელი იყო რაღაცა, შენდობას გთხოვთ ყველას, მოკლედ ერთადერთი არის რომ რაზეც ვსაუბრობ, აი პირდაპირ შემიძლია არ ვისაუბრებდი ამ რაღაცაზე, ნამდვილად არ ვისაუბრებდი, ერთადერთი საუბრის მიზეზი არის მხოლოდ და მხოლოდ ანუ თქვენდამი გარკვეული სიყვარული და ზრუნვა უბრალოდ რომ არ მინდა ამ წუთი სოფლის სულისკვეთებამ და არ მინდა ამ წუთი სოფლის ესე ვთქვათ რაღაცა ამ მავნებლურმა და გაფუჭებულმა ისე იგი სულისკვეთებამ შემოაღწიოს ჩვენში და თქვენში და მოკლედ რაღაცნაირად გვეგონოს რომ მართალ საქმეს ვემსახურებით და საბოლოო ჯამში აღმოჩნდეს მერე რომ ისე იგი თურმე არ გვიკეთებია არაფერი და უფლისგან არ მოვისმინოთ ის სიტყვები, არ გიცნობდი არასოდეს. ესეთი მწარე სიტყვები რო არ მოვისმინოთ, არამედ რომ მოვისმინოთ მისგან ის რომ მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ თქვენთვის გამზადებული სასუფეველი ცათავ დასაბამიდან სოფლისად. ღმერთმა მშვიდობიანი ღამე მოგცეთ ყველას, დღეგრძელობა მოგცეთ, სულიერი და ფიზიკური მხნეობა მოგცეთ, მშვიდობიანი მარხვა მოგცეთ და მოკლედ ბედნიერ შობას დაგასწროთ ღმერთმა და გახარებული და დღეგრძელი გამყოფოთ. მომიხსენიეთ ლოცვებში და ერთმანეთი მოიხსენიოთ ყველა ლოცვებში. მშვიდობა ჩვენს ეკლესიას და მშვიდობა ჩვენს სამშობლოს. გაიხარეთ და იცოცხლეთ.